წმინდა თეოდორე სტუდიელი შაბათსა მეორესა შვიდეულისასა მოქალაქობისათვის კეთილისა და ხსენებისათვის სიკვდილისა და მერმისა მოსაგებელისა. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, მნებავს უწყებაი სიყვარულისა თქვენისა, რამე თუ არა ულმობელ ვარ თქვენთვის, არცა უზრუნველ, არამედ გლახაკისა ამის სულისა ჩემისა თანა, შეყოფილად მაქუს ზრუნვაი თქვენი ყოველსა ჟამსა და უფროსხა აწ, რამე თუ მრავალსა ჭირსა და შრომასა შინახართ მოწევნულთა ამათთვის დღეთა მარხვისათა. არამედ განგაძლიერენ თქვენ ღმერთმან, მეოხებითა ყოველთა წმინდათა მისთათა და ლოცვითა მამისა ჩვენისათა, შინაგანითა და გარეშითა კაცითა, რათა იტვირთნეთ სიმხნით ხილულნი და უხილავნი ღვაწლნი და მოწევნანი ბნებათანი, რომელნი იგი მრავალ არიან ფრიად, რამე თუ ვინ გულისხმაყვნეს მანქანებანი ეშმაკისანი, საფრხენი და საცთურნი მისნი. მღვიძარეთ უკვე განივრთხვეთ შვილნო, მართებთ ღვთივშვენიერად სულიერთა მათ ძალთა თქვენთა და სვლად ნებისაებ ღვთისა, კეთილად სათნოდ და სრულად, რამე თუ არა მცირედი არს შრომა, არცა მრავალთა სათნოებათა, არამედ ფრიადთა მცირედთა, რამე თუ იტყვის, ვითარმედ ვინმე არს სარწმუნო იგი მონა, რომელი ჰპოვოს მღვიძარეთ უფალმან მისმან და ყოველსა ზედა სახსა თვისა დაადგინოს იგი. მრწამს უკვე თქვენთვის საყვარელნო, ვითარმედ მონანი ხართ სარწმუნონი სახიერისამის მეუფისა და ღვთისა ჩვენისანი, რომლისათვის შემოკრებით და გამოხვედით სოფლით და ხორცთა და სისხლთა ზიარებისაგან განეშორენით და ჯვარი მისი მხართა ზედა თქვენთა იტვირთეთ და სიყვარულისა მისისათვის ყოველი შერაცხეთ ნაგევად და არარა ირჩიეთ კეთილთა მათ მის მიერ აღთქმულთა მერმესა მას საუკუნესა. არამედ ყოველივე დაუტევეთ მამული და ნათესავნი, მეგობარნი და თვისნი და სხვა რაოდენი იყო სოფელსა შინა სასურველ თქვენ მიერ, გამოხვედით სოფლით და მოიწიენით აქა, ვითარცა მწირნი და წარმავალნი და აღიღეთ დიდი ესე და ანგელოზებრივი მონაზონებისა აღთქმაი და მოქალაქობაი. დიდებულ არს გამოსვლაი თქვენი, სანატრელ არს რჩეულება თქვენი, საქებელ არს გულსმოდგინება თქვენი. არამედ გლოცავთ და გევედრები, რათა ღირსად მადლისა მის მოქალაქობისა სხონდებოდეთ და არა სოფლით გამოსრულნი სოფელსავე საქმეთა ერეოდეთ და რათა არა ხორცთა უარმქმნელნი ხორციელადვე სხონდებოდეთ. რამე თუ უკეთო გემონი გვიყვარდენ და ნებათა შევიტკბობდეთ და ვნებათა ჩვენთა დავამტკიცებდეთ და უხუცესთა წინა აღვუდგებოდეთ და თავყოფასა აღვირჩევდეთ და ვილალვიდეთ სამოსლისათვის და სამხართა და კუნკულისა და დგომისა და საწერელთათვის და კალმისა და სხვათა მცირედთა უნდოთა საქმეთათვის, ვითარ არა ხორციელ არს მოღვაწება ჩვენი. ნუმცა ვართ ესრეთ ძმანო, ნუმცა ვართ და ნუმცა შთავრდომილ ვართ ესე ვითარსა მას საცინელსა წესსა, წმინდა ესე და პატიოსანი გუნდი ჩვენი. რამე თუ დიდება მონაზონისა, არს არა დიდება, არამედ შეურაცხება, არა ქება, არამედ ყვედრება, არა ქმნად ღირსი ბრალობისა, არამედ უბრალოდ თავსდებაი ბრალობისა. ხოლო ქმნა და არა თავსდება სრულიად უცხო არს მონაზონთაგან.
სიკეთე მონაზონისა არს არა დევნა სიკეთისა, მშვენიერება მონაზონისა არს არა მჭევრობა და ზვაობა, ქედმაღლობა და მოოჭვა და მოწყობა ქვექვემოთა, მეძური მორტყმისა მიერ სამოსელთა და ხამლთა, არამედ სახე სულისა დაწყნარებული და წინა აღმდგომთაგან ვნებათა მიუდრეკელი და განწმენდა გულის თქმათაგან უჯეროთა და რათა აქუნდეს მშვიდობაი თავსა შორისთვისა გულის სიტყვათაგან ბოროტთა და რათა იყოს უვარცხნელ და უბანელ და უშვებელ და დაბებუკულითა მოსილ და ხენეშითა სამხრითა დაკერულითა და კუნკულითა ეგრეთვე სხვითაცა შესამოსლითა. ხოლო თხელთა და ახალთა საცვებელთა ძიება და ფეროვანება ტრიობისა და სიძვისა მიმართ გამზადება არს და ჭეშმარიტად დიდარს განრომაი მახეთაგან ეშმაკისათა შემდგომად სილტოლვისაცა პირველ თქმულთაგან, ხოლო მათთანა თუ ვინმე იყოფებოდეს, არა თვით იქმნას თავისათვისისა შთანთქმულ და წარწმედელ ვნებათა შინა. გევედრებით თქვენ სიყვარულისათვის უფლისა შემიწყალეთ მეცა უბადრუკი ესე და თავნიცა თქვენი შეწყალებულნი უფლისა მიერ და ნუ მიმცემთ საუკუნესამას ცეცხლსა უმეტეს დასჯად ბოროტად ქცევისა თქვენისათვის, არამედ უფრო ზღას სათნოთ ქცევითა თქვენითა, თანანადებისგანცა ბოროტთა საქმეთა ჩემთასა განმათავისუფლეთ მე და მიმაწიეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად. დაიმარხეთ უკვე ბრძანებული თქვენდა და ნუ დაივიწყებთ მამულთა მცნებათა, ნუ გარეწარხდებით სიტყვასა წერილთასა, ნუ ულმობელ იქმნებით ვითარცა დამძიმებულნი სასმენელითა ცოდვათაგან, ნუ საწუთოსა ამას სიტკბოებასა მისდევთ და საუკუნოსა მისთვის უზრუნველ ხართ, რამე თუ მოვიდეს შვილნო ჩემნო, მოვიდეს და არა ყვოვნოს, რომელსა იგი ეგულვების განყოფაი სულისა ხორცთაგან საშინელი ანგელოზი. მოვიდეს ჟამი სნეულებისა, მოიწიოს ჟამი ხურვებისა და მოვიდეს ჟამი სულთა აღმოსვლისა. შესაძრწუნებელ არს ესე ყოველი და საშინელ და ესოდენ საშინელ არს, ვითარმეღა ვერ დაუთმობთ და მოკვდებით და მერმე შემდგომად განყოფისა რაიმე იქმნას, რაჟამს ანგელოზნი მოვიდენ, ანუ რომელმან კერძომან სძლიოს წარყვანებად ჩვენდა. მცირედი უწყებაი წარმოგითხრა რაღაცა თუ გარეშისა პირისა არ სარგებელისათვის თქვენისა, რამე თუ იტყვიან სიკვდილსა განთქმულსა მის ლოღოთეტისა სტავრიკისასა, ვითარმედ იყო რა უკანასკნელსა ზედა აღმომშვინვასა, გარდაეცნეს ოფლი და სრწოდა და იღრჭენდა კბილთა და ხმა ყოფრიად უჩინოდ და ევედრებოდა ვითარმედ შემეწიენით შემიწყალეთ და უფალო შემიწყალე მე. ეჰა რაოდენი სიმრავლე ეშმაკთა შავნი და ხენეშნი აღმოვალ ზღვით და მოვლენ ჩემდა, რამე თუ იყო იგი ზღვის კიდესა მდებარე და რაღაცა თუ მუნ მყოფნი იგი ვერ ხედვიდეს, რაგნა იგი ხედვიდა მათ და სცნობდა და მწარედ მიეხდებოდა სიტყვა, რომელსაცა იგი უწინარეს მრავალთა და მიეხადა სიტყვაი. ვინმე უკვე ძლოს ვითარცავს თქუ ჩვენთვის ანგელოზთა მე გუნდმან ანუ ეშმაკთამან, უეჭველად რომელნიცა შევიყვარენით მათცა მეხსეულად შემიდგმნენ ჩვენ. უკვე თუ სიწმინდე და მორჩილებაი და სიმდაბლე და სხვანი სათნოებანი შევიყვარენით, საცნაურ არს ვითარმედ ანგელოზთა, ხოლო უკვე თუ ცუდად მზვაუბრობაი და კადნიერებაი და ცილობაი და სიცილი და განცხრომა და ამპარტავნება უეჭველ არს ვითარმედ ეშმაკთა,
რამე თუ ვნებანი ეშმაკარიან, ვითარცა სათნოებანი ანგელოს. ვინმე უკვე ძლოს, ანუ ვინ წარიყვანოს სული ჩვენი. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ და ზოგად ყოველთავე შეიწყვნარენით სათნოებანი, რათა წმინდათა ანგელოსთა წარმიყვანენ ჩვენ და მათ სძლონ. ნუ ვყოფთ ვნებასა ეშმაკთასა, რათა იგინი მძლე გვექმნენ და წაგვიყვანენ ჩვენ და უბადრუკება და ვაება დაუსრულებელი მოიწიოს ჩვენ ზედა. და თუმცა არა გვეჯმნა და თუმცა არა შობილ ვიყვენით, რამე თუ ძლიერნი ძლიერად განიკითხნენ და უფრო ზღა მონაზონი და უფრო ზღა მღვდელნი და უფრო ზღა უკეთო წინამძღვარნი იყვნენ, გინა თუ ვიეთნი მე პირველთაგანი. და ნუ აბრალებთ სიტყვასა ჩემსა, რამე თუ არა თუ შინებისა თქვენისათვის წარმოვთქო ესე. არამედ თანამაძს, არამედ მიყვართ, ვითარცა თვისნი შვილნი და წინასწარ გითხრობ უმჯობესსა. და მიხილავთ მცა ყოველნი მადლითა და კაცმოყვარებითა ღვთისათა. კეთილად მორბეთ, მორჩილ და წესიერ და ცოცხლებით დიდებულსა მას დღესა, მაცხოვრისა ქრისტეს ღვთისა ჩვენისა აღდგომასა, შემწირველად მისა, ძღვენად პატიოსნად სათნოებათა და მოღებად მის მიერ გვირგვინთა მათ სიმართლისათა და ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენთანა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.